Hello guys, მოგესალმებით მეგობრებო, მეგობრებო, რა ვახართ, რა შვებით, ხო ხართ მაგრად, ხო ხართ ჯანზე და ხო მართ ცივად. რადგან მე მცივა. მეორე სახლში ვარ გამოსული და მეორე სახლში ზამთრობით არ ვარ თხოვე და გაყინული ვარ, გამყინვარება. იქ ბებია ჩემი თურქულ სერიალებს უყურებს ხმამაღლა და არ იყო ადგილი. უი რო გითხარით ხალხსა ავიყვან მეთქი რეკრუტებიდან ავარეკრუტებ რეკრუტებს და ლეველებს აუწევ მეთქი. აუწიე და აი ჩემი არმია უკვე 347 კაცი ემყავს. სკვადში შევიდეთ და რეკრუტებიც ბლომად ამყავს 35 აქვს, იქიდან კიდე სხვა რეკრუტებიც ყავს 1-2 დარჩენილი. მაგრამ შენ მიდი მოცხეგა მე თქვენ მოდით სმოდის პიარმენებზე გავუშვათ და მე ეს პიარმენები გავხადოთ ნაით პიარმენები. ჩავყვეთ რეკრუტები 32, ნაით არჩერები 13, ესენი დუტო არჩერები არიან, მაგრამ გაიზრდებიან ექსპენ ელიტა 3, სფორდ ელიტა 30, სფორდ ელიტა 30. არჩერები 2, არჩერ ელიტა 36, არჩერ ექსპერტი 9, ნაით არჩერ ელიტა 38, სპიარ ელიტა 26, ნაით სპიარ ელიტა 40, 41 გახდა უკვე, ნაით სპიარ ექსპერტი 12, კროსბოუ ელიტა 6, შუთერი ფორეს ბანდიტია 6, ფენს ელიტა ევროპიან ბანდიტი 9, არჩერ ელიტა ნორს ბანდიტი 4, ესენი არეკრუტებული მყავს, დაბლ რანკიანები და მე ლეველები ყავს აწეული. ფენს ექსპერტი მაუნთ ამთის ბანდიტები რა. ესენიც 2 და სფორდ ექსპერტი 12, ნაით სპიან ელიტა კროსპერიტა 2, სპიარმენი ესენი გავუშვათ ნაითებზე, აგერ ესეც გავუშვათ ეგრე. ნაით სპიარმენები 10, სპიარმენებიც 10, ექსპენმენი უბრალოდ ზარცველები, რომელსაც ლეველებს აუწევ და კარგები გამოვლენ. კროსბოუმენები ელიტა 3, ექსპენ ელიტა 9, ნაით სპიარ ტრეინერები 10, უკვე 8 გახდნენ, ფენს ელიტა, სპიარ ელიტა 3, არჩერ ტრეინერი 2 და 1 გახდა და მან ერთმა ლეველი აიჭედა არჩერ ექსპერტი გახდა, არჩერ ექსპერტი 5, არჩერ ექსპერტი 1, ნაით სპიარ ექსპერტი, ნაით არჩერ ექსპერტი 3, აგერ ფენს ექსპერტიც გავხადოთ ფენს ელიტა, ნაით არჩერ ელიტა და ნაით სპიარმენი ეს უბრალო. რომელსაც ლეველი აეწევა და კარგი გახდება. აი რა ჯარი გავხადე. დიდი ხანი კი დამჭირდა დამასობაში მე ნორვეგია დაესხა თავს, ნორვეგიას ხარია უბი და თან ომი გამომიცხადა იმან რა ქვია ინგლისმა და აქ დანსტანბურგს უტევდა. ხო და აგებდა და მივეშველი და მოიგო და გადმომცა მე რატომღაც არ მეგონა, უბრალოდ მე მეგონა მივიხმარებოდი, რადგან ნორვეგია თუ წააგებდა მე დამადგებოდა თავზე და ეგ არ მაწყობდა, ამის გამო მივეშველი. ეგრე კაი არის. ხო და გადმომცა მე ამასობაში აქ ნახეთ რა გავაკეთე. ვაფშე სულ ცარიელი იყო, აბა თუ შემიძლია ის ესენი. მოიტა აქა ფული 114,000 მაქვს. პრინციპში ახლა აღარ დავიწყებ იმებს, მომეცი პირდაპირ ყველა. შედი. ვაფშე არა სკვადი არ მინდა კაცო, აქრები ყავს ამას. ტრეინერი არჩერი 11, სპორტმენი 5, არჩერი ელიტა 18, არჩერი ექსპერტი 8, არჩერი 10. ეს თუ არ გავამაგრეთ, ისე შეიძლება თუ დღეში აღმოჩნდეს. კონტროლში შევიდეთ და აი აქ ვაფშე არაფერი გარიყო. და ბოლომდე გავმაქსე 4 ლეველიანი კარებჭი დავდგი, რომელიც 100,000 დამიჯდა, 3 კატაპულტი და უმაღლეს დონის 70,000 დამიჯდა და ეს 60,000.
თავზე ჩამოსაცეცხი ასე იგი 70 140 140 70 200 300 370.000 დამიჯდა ეს ყველაფერი ასევე შევიდეთ ინვენტორში შიფში და ავიყვანე 1 2 3 გემი რომელმაც აქამდე რომ ამ ხელაჯარით მოძრაობა არ შემელო თუ გავსდი მე უკვე ვეღარ შევლო მოძრაობას წყალში ეხლა ჩოლები სიჩქარე ცოტა ნელია მაინც მართალია მაგრამ მაინც შეგვიძლია ძველს მაინც ჯობია უბრალოდ ფული აღარ მეყო მეძე უკვე ძალები რომ მოვიმატე რა გავაკეთე ვითომ უტევდი იმას აქეთ არის ერთი ციხესიმაგრე ფონთე ფრექტი ხო თუ რაღაცა დავდექი და წამოვიდა ლაშქარი იმენაც თან სათითაოდ ინგლისელების და ჯერ ერთი მერე მეორე მერე მესამე მერე მეოთხე და გადაუვარე რასაც ქვია და ლუთი მაგათი ავიღე ესენი გამექცნენ კაი მოდი უცებ არმია შევიდეთ აქ ეს აუ ჩემი ძმა დისლაიკი რატო გაქვს სად არის ვაფშე ეს აქ არის რესპექტი რუარა მაქვს make peace შევიდეთ აბა იმპერიას სომხთა 37000 კაი არ დამადგეს უბრალოდ მაგის მეშინია და მაგის გამო ვცდილობ ეგრე ვქნათო ინგლისთანაც და ბანდიტებთანაც ვიყოთ ოიმე ინგლისი დავადგა არა აუ ჩემი პირველი ტერიტორია აიღო არ შეგარჩენო 389 რამდენი მომიგდება აბა 389 ვიყავით და ეხლა ვართ რამდენი აბა 12 მოიტა 12-ვე ეხლა ვართ 383 ასე იგი 6 იუნიტი მოგვიგდა კაი მოიცა უცებ აქ კაი იუნიტები დავინახე აი ეს კაია ეგეც კაია ესეც კაია დანარჩენი უბრალოდ ასე გაუშვათ ცოტა რესპექტი რომ მოვიმატოთ თორე ის არმიაში აღარ მოდის რა არ კადრულობს ურესპექტო ხარ არა პატივისცემა არ გაგაჩნია შენაო რეკრუტები რომ ამყავდა ხოლმე მაგის გამო მაგრამ ეგ საჭირო იყო რომ ჯარი მყოლოდა პატარა მაინც თავიდან ბიჭო რა უნდა ეხლა bad relationship need not enough soldier in the army ცუდი ურთიერთობა მაქვს მაგასთანაც კაი წამოერთი დაველაპარაკოთ რა უნდა ცოტა ჯარის წევრებს მივცემ და ეგრეთ შემიძლია გამოვიკეთო მაგასთან ურთიერთობა კაი მოდი გავეცნოთ უკვე 10 გამიხდა I am look for someone help my with who extinct look for I went to the castle attack good კარგიო ბაზარი არ არის ანუ გამოვიკეთე I went to მოდი იუნიტებს მოგცემ ცოტას ვა რამდენი ხართ რა უბედურება კაი მოდი აბა რეები მივცეთ ექსპენელიტა მოდი 3 ჩაუგდოთ კიდე რა მივცე მოდი ფენს ექსპერტი მივცეთ ნაიტსპიარ ელიტა არ მინდა დავიტოვოთ ჩვენ კიდე ფენს ელიტაც მივცეთ და კიდე ერთი მივცეთ მოდი რა მივცეთ ნაით არჩერ ელიტა ნაით არჩერები ყავს ვაფშე არ ყავს ნაით არჩერები და არ უნდა მაშინ სვორდ ამოდი ერთი ეს მივცეთ რა ეგ არის 100 ვართ პლუს 6-ით გავგიუნჯობეს და არა 100 ძახი არმიაში ახლა მაინც ორი ვიძახებთ ბიჭო კაი წამო ეგრე მაინც გაუშვით ადი თავს დაესხი ჩემო ძმაო ალემაო იქ ისინი იბრძვიან ოპა ბანდიტებმა გადაუარეს ინგლისის არმია ოპ შენ ეგრე დადექი მე აქ ამებს გავუმკლავდები ესენი ვარ შევარდნენ ათაკ
დან ეგრე კაია ბამ ბამ ერთი შევხედოთ აქ რამდენი მაქვს აბა ინვენტარი უკვე ამათი იმედია ბევრი არა ხო ბევრი არ არის კაც კაი მოდი შენცა ვარე ათაკი ბამ ეგრე კაია კი ახლა ჩვენ გვიხოცებ ეგრე ხალხი მართალია მაგრამ დიდი არა აბა რა ხდება ახანა სიმონევიჩ ბანდიტები არ დაგვეხმარებიან მაგათთან ომში ვარ ომში რო არ ვიყო დამეხმარებოდნენ მერე მოდი ბიჭო აქ არმია შენი ვერ ვიძახებ არმიაში და ეგა შევქვნათ ათაკ აბა ეხლა თუ გამოვიძახებ არა 380 ვართ ბიჭო არა მაგასთან ურთიერთ უნდა გავიმჯობესო მაგრამ როგორ გავიმჯობესო აი ეგაა საქმე კაი რა ყოფილიყავი მანდ ბიჭო აჰა ასამუზასამი აუ ძალიან ბევრი ხო არ და არა 40 კაცი დამაკლეს მარტო და თითქმის მთელი არმია მოუხოს ეტიპს ვა ნახე სად გაჩერდა კაი ეგ მომეწონა მე ავი შემსახეს გითხულობდი მეთქი 166 მეტრიანი შიგნით ეგ ცუდია არა ძალიან ბევრი ამეხოცება და უკვე ნახე სვორდ ექსპერტი 2-ის პიარ მელიტა შუთერი ნაით არჩერ ექსპერტი ნაით არჩერ ელიტა არა ძალიან ბევრი ისინი მეხოცება და არ მაწყობს 27 კაი ხო შეველევი მაგას როგორმე კაი დაანებე თავი შიგნით ბევრი უნიტია და ისე 88 უნდა იყვნენ ერთი იყო შესული როგორ ჩანსო კაი არა უშავს სამაგოთ ახლა ფულს მოვიპოვებ ბევრს და რაღაცეებში გამოვიყენებ ახლა რეკრუტ თავერნა არ გვაქვს ასე იგი მანდ არაფერი კაი მარკეტ სელსის ეს ყველაფერი გავყიდოთ და ჩვენ გვინდა ახლა აქა პრომის ფუდერში ესენი აქ გვინდა ჩვენა ოპ ეგენი აღარ ბეგენიმალში ოპ ენიმალებში არაფერი რესურსებშიც აჰა მედი ეგრე სიო ახლა წავიდეთ და ავიყვანოთ აქ ჯარები თუ შეგვიძლია ვაფშე მაგას ვერ დაუმუღამი სხვათა შორის რა ხდება ახლა ზოგჯერ აი წეგან ერთი 10 ჯერ მაინც მოვედი და უფლებას არ მაძლევ და რაღაცას მიწერდა არ ხარ გაწერიანებული ჯოინო და რაღაცეებიო და ვერ გავიგე სიმართლე გითხრათ თქვენ ახლა რამდენი ყოლი ხართ მანტყუები კაი არა უშავს შემოძბებო ეხლავე გიპოვით თქვენ 100 და პლუს 18 ბაზარი არა მოიტა ისინი კი არ გამიხსნა 200-იანები რო არიან ასე იგი მოდი ახლა აქედან ნახოთ კეფისით შევიდეთ წამოხვალ შენ ჩემთან ერთად წამოხვალ შენ ჩემთან ერთად წამოხვალ შენ ჩემთან ერთად წამოხვალ შენ ჩემთან ერთად წამოხვალ შენ ჩემთან და დანარჩენი 22-ვე გათავისუფლდებითო პლუს 50 ეგ არის ეხლა გამიხდა 95 ერთი აქ შევიდეთ და ამას დაველაპარაკოთ კიდე 68 ხო მოიცა ჯერ ესენი დავაპგრეიდოთ სკვადში ოპა 10 პირდაპირ ეკაია 10 თუ არის გაუშვათ მოდი 1 2 3 4 5 1 2 3 4 5 მერე ნაით არჩერები გავხადოთ ნაით არჩერ ტრეინერები 12-ვე
13-ვე გავუშვათ Night Archer-ებზე. მოდი დგავ. თითოს უნდა 15. ა 40 უნდა, ანუ 80, 4 იყო, ანუ 6. 4, 6 და ოპა, ეგრე. ეგეც გავუშვათ ეგრე. Sword Expert-ი გავუშვათ ეგრე ელიტაზე. ან ბევრი ის გამივითარდა ეხლა. თქვენ რა თქმა უნდა მაგაზე წადით. მაგისთვის Night Spearman-ები განვავითარო ტრეინერებზე. Night Spearman ტრეინერები 22-დან 7 მეტრი. ვაუ! ეს მიყვარს ხოლმე. ამდენი იმას ვანვითარებ. რა თქმა უნდა ექსპერტზე და ძალიან გაძლიერდებიან ეხლა. ნახე. ოპა, გახდა იქ 5 უკვე. Archer ტრეინერი 7-დან 7-ვე გახდება ექსპერტი, მაწყობს. აქედან 13-დან 10 გახდება ელიტა, მაწყობს. ელიტა 9-დან 9-ვე Archer, Night Archer-ი ელიტა. კაია, უკვე ელიტაზე ვარიან. ადიან Spearman ექსპერტი კაია. და გახდება Spearman ელიტა 3-დან ეგრე Spearman ტრეინერი ექსპერტი გახდება Night Archer ტრეინერი 16-დან 8 გახდება ექსპერტზე Swordman-ები ავწიოთ ლეველი ეგრე როგორ მიყვარს ხოლმე მეგენი და ძალიან ეს სულ დამოვიწყა 2 დამემატა ხო ან მან და ვეღარ ვიზავთ ეგ ტრეინერები უკვე დავიტოვოთ ეგრე და მე მიხედავ სხვა დროს სხვა რა შეგვიძლია ახლა Polans da Hellis მიხედოთ თუ Bandit კაია სკაუტინგ ტაქტიკაც რო გავაძლიეროთ კაი იქნებოდა სკაუტინგიც და ესენი მოდი უკვე კარათა მაქვს პოლანვითაც კარად ხოცავ ხოლმე ცოტა მოსამატებელია მართალია მაგრამ მაგას ნენდი და მოხოდავ მაგამდე მოდი ორსენიგიც კაი იქნებოდა, მაგრამ თვითონაც მეწევა და ცოტა ხანი მოიცდის და მაგამდე კარგად აიწევა. გავუშვათ 40-ვე მანდ და ეს რომელია? ეს არის increase soldier make possible regeneration და ეს რომელია? Increase the degree of revels is playing in the your healthy after battle. ნახე ეს ორივე ძალიან კაია. ეს recover rated, ანუ reinforcement-ი restores spent health. ეს მალე რო გაიკურნონ გონი ეგ არის და ეს არის chance of soldier dying in battle increases the degree of hero sells after is ანუ ეს მე მგონი ბრძოლაში უფრო დიდი შანსია მე ვარ რომ მოკდებაო ან დავარდებაო დაიჭრას ვიდრე მოკდევს რა მგონი ეგ არის მე მგონი კარგად ვერ ხვდები იმიტომ რომ ზოგი სიტყვა არ ვიცი რას ნიშნავს და მაგის გამო მე მგონი ეგ არის და ეგ ძალიან მაგარია მაშინ ხوار მიღადავები ეგ მინდა უეჭველი ესე იგი ამას ბევრის გადაყრა მომიწვა ანუ პირველ რიგში მოდი ტაქტიკა ავწიოთ 40 ესეც მოდი დავამგვალოთ ესეც დავამგვალოთ კაი მოდი ტაქტიკა გავუშვათ ერთი 50-ზე და დანარჩენი გავუშვათ ამაზე აუ ინჟინერიაც მინდოდა კაი არა უშო შემდეგ იმაზე ვიქნათ ლეველებს სწრაფად ვიმატებთ იტო კაი ისა მაგრად ბრძოლობდა კაი არ მიამყავს ძალიან ის კაი არ მიამყავს ეხლა უმეტესობა ყოველ შემთხვევაში იტო ზოგი დაბალ იმიანი ყავს და ვარეკრუტებ აი ზოგი რომ მეუნებოდა ხოლმე ნახე მახსოვს ვიღაცამ დამიწერა რომ მაგას ჯობიებთ ეგრევე კაი არ მიაიყვანო უფრო მეტიც გადახდა გამოგდისო და მოიცადე
ტავერნა ვერ შევდივარ? აი მოიცა იქნებ აქ შევიდე რეკრუტ ტავერნა აი მოდი ზეპირად გეტყვი რა აი სფორდმენი ან სპიარმენი რო ვთქვათ ავიღოთ ეხლა ელიტა არის 700 გოლდი და როცა რეკრუტს ვიყვან უნდა გადავგიხადო 5 გოლდი მერე მაგის ლეველზე აყვანაზე ვიხდი 5-ს და იქ ვირჩევ სფეროს სპიარმენი არჩერი თუ რა ქვია სვორდმენი და ეგ ერთი ხრივ და კარგი დადებითი ის არის რომ მე ვირჩევ იქ რა რომელი იყო და არმიაში რა რამდენი მიყავდეს ეგ როცა ავიყვან შეიძლება რაც მე ვჭირდებოდა ანუ არჩერები მინდა რომ ბლომად ყავდეს რომ უკანა მხარეს დავაყენებ კაი ბლომად ამოხტონ სანამ უახლოვდებიან ხოლმე ეგრე რომ ავიყვან ხოლმე არჩერები შეიძლება ცოტა გამომივიდეს ხოლმე და მაგის გამო ჩემი სტრატეგია რასაც მე ვბრძოლობ ხოლმე და ვიყენებ ხოლმე ხშირად არა მართლებს ხოლმე ეგ ერთი მეორე კიდე 5-ო ვიხდი რეკრუტში მე ლეველაპზე ავარჩიო პროფესია რომ მხარეს გავუშვი კიდე 5 გადავიხადო ანუ 10 გოლდი ეგ თრიანობაში ავირჩე კაი მოდი ვთქვათ სპიარმენი კიდე ვიხდი მე სპიარმენში 5 გოლს რომ გადავიყვანო სპიარმენ ტრეინერზე ეგეც შენი 15 გოლდი მე ვიხდი სპიარმენი და იმაზე გადავიყვანო ექსპერტზე 10 გოლ ესა 15 გოლდი თუ ზოგადად მახსოვს გონი ეგეც არა გონი 10 იყო თუ 15 კაი თქვა 15 გოლდი 30 გოლდი გამოდის მე მაგას დამატებული კიდე ექსპერტი ხოა ტრეინერი მე მოდის ელიტაში ვიხდი მგონი 40 30 დავუმატე 40 შეგეჩი 70 ანუ მე რო ვიხდი თლიანობაში 70 კაი თქვა 100 გოლდი რა მე რო ვიხდი ტავერნა 700-ის მაგევთ არ მიშენია 100 გამომივიდეს და დრო დავხარჯო მე თვითონ განმავითარო და უკეთესი ის გამომივიდეს ჩემი დალაგებული რა რამდენი მყავდეს და უფრო ანუ 600 ხო მოდი ლარებში თქვა ან გოლდებში 600 გოლს ზოგავ იმ 600-ის გოლდით ნახე მე თუ 700-ით გამომყავდა ერთი ელიტ სპიარმენი მე მაგ 700 ინვესტიციას გავაკეთებ რეკრუტებში და ერთი ელიტა თუ უნდა მეყიდა ტავერნაში 7 რეკრუტს ვიყიდი გავაძლიერებ მე თვითონ და იმ 700-საც რომ გადამეხადა იმ ერთ რეკრუტში გამომივა 7 ელიტა ისა იმ ერთ ელიტაშიც რომ გადამეხადა 700 გოლდი გამომივა 7 ელიტა რომელიც მე რეკრუტი ავიყვანე თავიდან და მე თვითონ გავზარდე ანუ ლეველები აუწიე განავითარე რა ანუ ეგრე უფრო ნაკლებს ხარჯავ მე თვითონ ვანაწილებ ჯარში რა რამდენი მყავდეს და უფრო კარგია რა ეხლა ცხენების შემთხვევაში ცოტა უფრო მეტის გადახდა გიწევს მაგრამ მანდაც ბევრად მოგებული რჩები ელიტაში ხდი 2250 ან 2500 რაღაცას 2500 ან 2250 ან 2500 ეხლა ტავენაში მინდა შესვლა მაგიტომ რომ მენახებინა რა აღერს ო და მაგაზე მინდოდა ან 2250 ან 2500 ხო და იმაზეც ბევრად ესა ნაითებზე ძალიან ბევრ ზოგავ ფულს ვიდრე ტავენაში ვიყიდო მაგას ძალიან ბევრ ზოგავ და რა ტავენაში ვიყიდო მაგპულით 40 მე წყიდულობ 3 და ესა 5 მე წყიდულობ რა გამომდის როგორც სპიარმენზე გითხარით 7 მეტი გამომივიდა ეგეც 70 გამომივიდა მაგრამ ეგეც მოუმატე და 7 გამოვიდა ამიტომაც ეგრე ერთი მით შეხედვა არ არის კავერანტია და ალბათ ვინც ეგ დამიწერა ანუ მე ახლა ცოტა ემოციური ხომ და როცა ლაპარაკო ცოტა ხმაღლა მომდის ხოლმე მაგრამ ეგეთი ვარ რა და არ გიგონოს რომ გეჩხმებოდი ახლა რა ვიცი ხმაღლა არ მომსვლო და არ ვიცი ხო და ვინც ეგ დამიწერა ალბათ იმას იმიტომ იძახდა რომ უფრო ძვირი გიჯდება როცა ესა ლევებზე წერდი ზოგჯერ 5000 ვიხდიდი ზოგჯერ 7000 და ზოგჯერ 10000-ზე მეტ და ეგ ერთში კი არ ვიხდიდი მაგდოს მე ყავდა ხოლმე არმიაში 600-500 კაცი მაედან
არმიის მთელი 80%-ს ლეველს უმატებდი ხოლმე და 80%-იც არა და ცოტა ნაკლებს, მაგრამ მაინც ძალიან ბევრი გამოდიოდა ხოლმე ლეველს უმატებდი. და მაგათ გამო ძალიან ბევრს უმატებდი, გამოდიოდა მაგ დიდი თანხა და მაგ 5000-ში. ეგეთ დონეებსაც ვერ ავიყვანდი ხოლმე ვერაზროს, იმიტომ რომ 1.30 იუნიტში, რომელიც მაედან მარტო 4 არის ელიტა, ეს 3 არის ექსპერტი და დანარჩენი ტრეინერები და უარგისი არმია 20,000 და 30,000 ვიხდი ხოლმე. ანუ ეგრე ძალიან ის არის რა. ანუ ეგ თავიდან ბევრი შეიძლება ვერ შეაჩნიოს ეგ ყველაფერი, მაგრამ მე უკვე აქ რა ხდება, ბიჭო? ვიღაცა მიტევს? ნახე. 5 ოპა, ფრანგებს აქ რა უნდათ? და მაგიტომაც ყოველთვის ანუ ეგრე მოდი ისე ვიტყვი, კრდით შეფასება არღის რა. ჯობს გადაშალა და შიგნიდან წაიკითხო და ეგრე შეაფასო რა. ცოტა უაზრობა გამოვიდა, მაგრამ მეთქი ცოტა ვიბძენებ და რაღაცა. მაგას იმიტომ ვიძახი, რომ ეგრევე ერთი შეხედვით არღის არაფრის შეფასება რა. ჯობს კარგად დააკვირდე, გამოცადო და ოდომესამე მეთქი მეფია. აი, მოდი ახლა ძალიან ბევრი ვილაპარაკე და ძალიან ბევრი დრო დავხარჯე და ოპა, ამას უკვე მე აღარ მომცემენ, მაგრამ მაინც ლონდონი ფულს მაინც ავიღებ, მოიცა აქ წავიდე ჯერ. მოიცა იმას მოდი თავი დავანებოთ. კაცო, იქ ახლა ჯარო გაიქცა იმის. ანუ მე აქ შემიძლია თავისოთ შევიჭრა ამათ იმაში. ამას უბრძანო მოიცა დაველაპარაკო სეი კასტელ ამას შეუტიე. კარგიო, ესე დამთავრდა. წადი მიდი, წადი ჯექს TV. ასნიერენ შიგნით. ჩვენ სიფაც გავაწევთ, იმიტომ რომ გამოდის 509 ვართ აქ. იმას ალყა შემოვარტყეს, იქ რა მოხსნეს? არა კაცო. უცებ ვიზავთ აქ და მერე ცოტა ბევრი ვილაპარაკე და რაღაცები, მაგის გამო დრო დავკარგე. ეს ინჟინერია უნდა განავითარო, რომ ეს სწრაფად შეივსოს ხოლმე. მაგრამ ეხლა ეგ მომეწონა გამოასწორეს, იმიტომ რომ როცა მარტო ვიღებდი ხოლმე ვიღაცა მომორბოდა რომ არ მინდა შესულიყო და რომ ვესხმოდი ხოლმე თუ ჩემი ძველი ეპიზოდები იცით. და რო არ მგონი მე უკან ვბრუნდებოდი, ხელახლა უნდა შემევსო და ეგ კაი იყო რომ გაჩერდა და იქიდან გამაგრძელებინა. რაღაც დრო რომ მომცა. ეგ მომეწონა. მაგაზე ტაში. მაგრამ ძალიან ბევრი რაღაცა აქვთ გამოსასწორებელი. კიდევ დავასო კიდე. ამ თამაშს აქვს ძალიან ბევრი ძალიან დიდი ისა პერსპექტივა აქვს. ანუ განვითარების შანსი აქვს რა, ძალიან კაი მომავალი აქვს, უბრალოდ გამოყენება არ იციან ამ ყველაფრის. იმის გამო ვიძახი რომ თუ თვითონ არც უნდა გააკეთონ, გადახედონ სხვა თამაშებს. ძალიან ბევრი რაღაცა გამოსასწორო, თუნდაც ბრძოლის სიმულატორი, მაგრამ ბევრი რაღაცაზე ვიტყვი რომ ძალიან კარგად აქვს გაკეთებული რა. თუნდაც ეს ჯარის საყვანისის თემატიკა, რომ ძალიან ბევრი საყვანა ერთად არ შეგიძლია და მოსახლეობის იმაზეა დამოკიდებული მგონი ეგრე რა რაღაცა. აი ეგ მომწონს და მაგაზე არაფერს არ ვიძახი, მაგრამ აი ეს ბრძოლის თემატიკა რა. აი თუნდაც ბანელდონე რო აიღონ, როგორც წინაზე ვთქვი, ისა დეფენსის მდგომარეობა ჩადგომა რო შეეძლოთ რა. მოიცა შენ არ შემიძლია პრინციპში ახლა მანდ იყოს ეგრე და ეს გავუშვათ 60-იანი, მეტი არ შეგვიძლია მანდ არაფერი.
ფული ძალიან დამეხარჯება და მეტი არ მგონია მომიწიოს. მოიც ვარმი შევამიგეთ და ბაზარი არ არის. ეს არმი ოპა და ათაკ და აქ წავიდეთ. ეგ დავიპყრო წამო. ხო და რას ვიძახთი მოიცა? ერთი გადავხედო ვინმე სადმე ხო არ მიტევს. იქ რაღაცა ძალიან დიდი ხანით განან და არც მოვაკლდათ გონი კი არა არც მოკლებიათ. ამის მე პორტი მიდავიღო თუ ბორგის თუ რაღაცა როა და პორტე რაუნდელი აიღეს ეგ ცუდია. ეგან იმას უკან ხევენ რა ხდი ამას სხვასანაც ომი ხო არ აქვს. ეს ეხლა შემოწეს თეით სტარვარ ნორვია არა პირატებთან და იმასთან აუხთ. პირატები აქ გერაშვებიან, მოიცა. პირატები გამონადგურებიათ ნორვეგიას და კარგად მოხდით და პირველად ხედავ ნორვეგია ამდენ ხანი გაძლო რუკაზე. მონღოლებიც კი გაანადგურეს, ხო არ მეღადავებით. და ეს ნორვეგია კიდე ფეხზე დგას. ნორვეგიას კაი უნიტები იყოს, უბრალოდ ძალიან დიდი ხანი ანდომებს. ძალიან ცოტა შეგიძლია გამოიყენო ქალაქინა და მაგის გამო ჯარის აყვანა რთულია. ყოველთვის ინგლისის ტერიტორიაზე განვითარება უფრო მარტივია რა. არავინ არ გიცხადებს ომს, ხედავთ. ქალაქები ავიღე მაშინ. ქალაქები ავიღეთ თუ არა ეგრევე გამომიცხადა რუსეთმა, ბიზანტიამ მოგვიანებით. ჯერ ყაზახეთმა, მერე ბიზანტიამ და სიფათი გამაძრეს რა. და აქ ახლა არავინ არ მიცხადებს ომს, ესა ინგლისია ერთი ვისასვე ომები და მაგასაც კარგად ვიყენებ რომ ნორვეგია უტევს. ყოველთვის ეგრევე ვცდილობ ხო, იმიტომ მარტო ინგლისო დაუწყო ომი. აზრი აქვს ტერიტორიას ვერ წავარდე და თუ წავარდ კიდე დიდხანს ვერ შემინარჩუნება და გადამივლიან თელ არმიას ჩესკრო გამოუშვებენ და მაგის გამო როცა ინგლისის ომში ხომ მაგის მერე უტევ ხომ და როცა დაამთავრებს ომს ხომ შვიდობას უთხადებ არა ეგრეა მაგ დრომდე არც ვახწევინებ ხოლმე მაგას არ კაია 31 იქ ბაზარი არ არის მოდი ოპა 8 რეკრუტი გაუშვათ მოდის პიარმენზე ეგენი მე თქვენ ნაიც პიარმენ ექსპერტი 11 გაუშვათ ეგრე ელიტა ესეც ეგრე 10-ვე გაუშვათ ნაითებზე ესენი აუწიოთ 14 ესეც აუწიოთ ლეველი ამასაც აუწიოთ ლეველი ნაით არჩერ ტრეინერი აუწიოთ ნაით არჩერები აუწიოთ პიარმენ ექსპერტები 11 აუწიოთ 11-ვესი არჩერ ექსპერტი ელიტაზე ავიყვანოთ ვორდმენ ტრეინერები პიარმენები ესენიც არჩერ ტრეინერებიც ამათი ეგრე გაშვება შეგვიძლია კიდე სიო 437 ჩამოვედით what რა ვიყვანე ამას 300 რაღაცა მყავდა და 437-ზე ავედით თუ არა რამდენი ყავდა ეგეც აღარ მახსოვს მოდი ერთი ახლა ქებისით შევიდეთ ერთი ეს არის კაი და ამას ავიყვან და და ჩენი 17 მეტად გაქრით აქედან 5 მეტად მხოლოდ მოდი ახლა არმია ეს დავიმატოთ გამოვედით 652 და მივუთითოთ ამას ათაკი ამაზე მაგას არც არავინ არ უტევს თუ შემოუტევენ ხო გამოჩნდებოდა ოპა აქ ვინ უტევს კაც აი მოდი მაგას შეუტიოთ ათაკ აჰა აუ შეახციეს აზრი არ აქვს გამო
არმია, აჰა, ათაკ. აი, აქ წადით. არ მინდა შენა კაცო, მაგასთან მიდი. დაელაპარაკე. You are immunity, my squad is full. სავსე არისო. აი, attacks castle ამაზე წადი. კარგიო, ოდა წადი. როგორ კითხო შტიპმო. მოკლავენ თუ არ შევედი. აუ, აზრი არა აქვს, უნდა გავწირო ეს იუნიტი. დგა, მეც მიმაკლავენ ამასთან ერთად, ბიჭო. დაანებე თავი წამო. დაანებე თავი მართლა წამო ეგეა. შენ რატო ხარ ლიდერი გადმომეცი მე. იმარა სულელობა ჩაიდინა რა. ეს დავიჭირე ცალკე, კაია. ეს თაცა ინდია დინასტიას ებრძოდა როგორც ჩანს. რაც კაი ლუთი მომიტანა იქიდან და რავი. 126-მდე იყო და კაი ბლომად გავზარდეთო. მიდი კაცო, მიდი შემოძბაო, basic აჰა. army defense წავიდა ამაზე დროზე. defense მეთქი ხო გითხარით, წადით მანდ. და არმიაში ის განადგურებულია. ეუ 178 არიან ერთში რას მეუნები. დროზეთ მოდითო. აბა რო შეუტიო რამდენი არიან ათაკ 305. კაი. მოდი ჩემო ძმაო, ალემაო. მოდით ბიჭო ადროზე. უკვე ნერვებს ბურღავენ, ნერვებს ატვინს, მაგრამ მოდი, თორე წაგვართვეს. მარტო აზრი არ აქვს, რომ შევიდე. რა ხდება ახლა იქ დაგვარტყეს. აუ, ტიპმა იმას დაარტყა, რას მეუნებით. პონტეფრექტი. ჯონ, მოეც ჩემთან მიიყო, დიპლომატია არ მინდა. არმიაში შევიდეთ, ამას აქვია ჯონ ურო. აი. წამო. ათაკ 456 ვარ. აი, ის არ მეხმარება? ჰა. აქ არიან ესენიც, ანუ სკვადი, კონტროლ შევიდეთ, მოდი. უცებ აქ ეს ავაშენოთ. ეს ასე ვქნათ. ფული არ მაქვს, მაგითი კაი. market sales is ეხლა მაქვს ფული ყველაფრისთვისო. კონტროლ შევიდეთ. ესა 100 ავაშენოთ. ესეც 100 ავაშენოთ და 70000 იმჩება. კი ბატონო. ვეიცე დავაწვეთ. და ბარე მოდი შენც აგიყვან და ვეიცე დავაყენო და აქ ჯარი გავაძლიეროთ. არჩევზე გავუხსნათ, მოდი ეგენი. ეგენი აზრი რა აქვს, ქვეითებს თუ გაუშვა. ისინი უფრო ჯობია და ქვეითებიც ბლომად ამყავს. ნაითები.
და თუ რატო ჯობია იმას გეტყვით რომ სწრაფები არიან და სწრაფად ვეანადგურებენ და ასევე თუნდაც ერთ შეუძლია თავიზე 10 ჯერ მეტი მოკლას რა და მანევრებადი არიან, სწრაფები არიან და ბევრჯერ ვეცდოს დავიდახე როგორ სწრაფები არიან. და ანუ როგორ მანევრებად, ანუ ქვეითებზე რომ გავუშვა, თუნდაც კავალერიაზე არა ხორცარჩერებზე ყველაფერზე კარგები არიან.ոնც დაბალი დონის ისინი არა ხო, ნაითები. მაღალ დონეზე ვიძახი. დიდი ცოცხლი აქვთ. და ანადგურებენ ერთი შეჯახებით რა სპიარები თორე ის სვორდმები არა ნაით ფორდმენები მაგიტომაც არ ხმარობ მაგათ არც ყავს დიდად ვა ნახე ვარშავა უნდა დავიბრუნოთ ყოველივე დეფენდ 600-ნი ვართ ვა წავიდა მათი ხოცვა-ჟღლეტვა ბამ ეგრე ეს დავიცავით კაია ეს კინაღამ გამოვედი მარკეტ შევიდეთ ესეც გულწრფელად მივყიდოთ და ფული ავიღოთ კაია და ქალაქში იყოს არა ეგენი და მე თვითონ აივსოს თუ არა და მე დავაყენებ არმიაში შევიდეთ და დავხედოთ აბა ახლა არავინ არ არის კაი მაშინ მოდი ამას უბრძანოთ წამოვიდეს ამას შეუტიოს ინსუ მოდი ერთი აქ სამკაც ჩაგიდებ უცებ იმუნიტებს შევიდე და სამი კაცი ჩაუგდოთ სპიან ელიტა ბაზარი არა ჩაუგდოთ 3 დაჟე 4 უნდათ ეგ არის ცოტა სიცოცხლეს აივსებ და ეგ არის წადი დრო წავიდეთ ახლა აქეთ ეს სოფლები მართალია ერთი აიღეს მარტო 2 წამართვეს ბანდიტებთან ეგენ დავიღო და მე შვიდობა უნდა დავდო მაპზე შევიდეთ მაპზე კი არა აქ შევიდეთ და კეფისითი არ მინდა მოიცახ როგორ არ მინდა კაცო ეს მომენტი ნაით არჩერ დეჰლი ვა კაი მოვიდა ეგ ესა ინდონეზიურია და იქ რა უნდათ მაგათ არ ვიცი ესა რაინდოს დელჰიანური რა მაგრამ იქ რა უნდათ არ ვიცი სიმართლე რომ გითხრათო ერთი უნდა გადავამოწმო მე ახლა Star Wars English რა უნდა თუნმე ომი აქვთ ნორვია მონღოლ იმპერია აღარ ისევ 1-3 ვართ რომ სახელმწიფო რომელთანაც ომი აქვს და იქითკენ და ტერიტორიები წაართვა იმას კი ბალასაგუნა აიღო ფასავარი აიღო მულტანი აიღო 3 ქალაქი მაგრამ მაგას უკან წაართვებს ახლა ვა ნა ბიზანტიაც არის გადასული იქ დინასტიასთან მაგას უკან წაართვებს საგან აქეთკენ ტიპს ქალაქებს ვართმე პორტერა უნდას ისართმებს თუ წაართვას რა უყო მე მაინც ჩემი ლუკმა გახდება ისა ნორვეგია ერთი კამპანია მინდა ეგვიპტე შეუბედინებთან დავიწყო და ალბათ შემდეგი კამპანია იქნება ეგ თუ დავიწყე საერთოდ იმიტომ რომ გამოხმაურება თუ არ იქნება ვის ის გადაუღო და ვის დაუწყო ერთი ეგ არ ვიცი ოპ 87 ცუდია უკანა დავიხიოთ მაგრამ 87 კაცი რა შევაკალი ბიჭო
კაი ხო უკან დავიხიოთ. წამოდა შიგნით დარჩნენ 233. იმას საშინელ დღეში აქვს არმია. მოდი არმია დავშალოთ და ტერიტორიების დაცვაზე უზრუნველყოთ 4 ტერიტორია გვაქვს ჯერჯერობით. წავალ მაქამდე მივეხმარები იმას ტერიტორიის ამის აღებაში. მაგალითად მაინც ავიღებ XP-ს. ესენი არ მაქვს, კაი. ეს შემიძლია და მაქამდე კიდე ესეც შემიძლია. ერთი ამაში მივეხმაროთ და იქ რა ხდება? ლონდონი წაართვა, კაია. ლინციც წაართვა და პორტოიმ ერაუნდიც ართვეს. აბა ეხლა დებილია, აბა ვინ არის ეხლა ეს? ტიპს აქ ომი აქვს ორ ქვეყანასთან, ნორვეგიასთან და ჩემთან, რომელიც ტერიტორიებს ვართვეს და ტიპი თურმე მეთქი რა სად ყავს ჯარი. წაყვანილი აქვს დელშან, აზიაში ყავს გადაყვანილი ჯარი. სამაგიო 4 უნიტი დაბრუნდა უკან. როდესაც გაანდადგურეს იქიდან. 3 ქალაქი აიღო, მაგრამ ეძე ვეღარ გაკაჩა. აუ ძალიან ბევრი გვიხოცება. იმე 500 დარჩი ჩვენ ისინი საერთოდ. ახლა კაიულად მე თავი დავანებე თქვენ მიდი მიხედეთ იჭება. გარებრძოლები უნდა ვაწარმოო ახლა ეგ უნდა დავასუსტო, სხვა გზა არ არის. მარკეტის ეგენი არ გვინდა მოდი. 440 ხო არიან, ბაზარი არ არის. სკვადში შევიდეთ, ესენი უცებ, ეგრე მოდი სპორტმენები ვერ იყო სპორტმენებზე გავუშვა. ნაიტბიან ექსპერტები გავუშვათ ელიტაზე. ესენი გავუშვათ ამაზე. ესენი გავუშვათ ეგრე 15-ნი რა ამბავია. 5 აქაც 6 ნაით არჩერი. პიარმენ ექსპერტი, ნაით არჩერ ექსპერტიდან ელიტაზე გადავა. ეს ვიცი რაზე წავა, ესეც აი მანდაც ეგა, აქაც ეს, აქაც ეს, აქაც ეგ, აქაც არჩერ ექსპერტი. 19-დან 5 მეტი აღარ, აი. აი ასე პონტე ფრაქტა დონსტბურგი გამაგრებული მაქვს და კიდე ვინღა დამრჩა დიპლომატია მეიქფის მოდი ინგლისთან არ გვინდა არმია შევიდეთ აქ შევიდეთ მაგათმა ძალები აღედგინონ მოდი აქ წამოვიდეთ და აქ იქნება ეგა აუ რამხელა ძალა აყენია workforce you are squad is here set up camp or relax easy the city castle of village სტამინა მოგვეწურა კი ბატონო ვიზა მაგას 20 საათახანი დამაცა დეო market sells აგინა მადარაფერი როგორც ჩანს შიპი არა ბიგინიმალებში გავუშვათ მოდი ოპ რამდენი იყო ინიმალებში რესურსებშიც და აქ აზრი არ აქვს ვერცერებს ვერ გავუშვი მაგრამ უბრალოდ ნახოთ რეები აქვს ალბათ დადგმული ბალისტები კაი რა ეგ ბალისტები შეასრულია ბოლომდე რა კაი ასე ეგ ბალისტები თუ შეასრულია ახში ამას რეები იყოს აქ არჩერი სულ არჩერები და არჩერი აუ ეს ჩოლებრივ არჩერი 58 ელიტა 4 ექსპერტი 6 აუ რა საშინელი დაცვა აქვს ამას სიფაც გააძრობენ რა შემოუტიონ მან ჩასაყენებელი არმია ჯერ არ მყავს ეხლა ეტყვით 491 კაცი იყავს მაგრამ ეს მე მჭირდება ვიციღა ვიშოვო მე ფული მანი
კაი, ესე მეგობრებო, 59 წუთია ვიღებ, მოდი აქედან დავამთავრებ. აბაჰე და აბაჰო, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში, პატარა წინსვლა გქონდა დღეს. აბაჰე და აბაჰო, peace.